სადაც დიდებულს მთას ამყინვარსა ორბნი არწივნი ვერ შეხებიან, სად წვიმა თოლნი ყინულად ქმნილნი, მზისგან აროდეს არადნებიან. მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ჩემ პირველ სალაშქრო ვიდეოს გადაღებას და პირველი მარშრუტი მექნება მყინვარწვერზე, რომელიც ახლა ნისლშია და ბოლომდე არ ჩანს. A few moments later. სამწუხაროდ მე მყინვარზე ვერ წავედი. ესე იგი, მყინვარწვერი მოგეხსენებათ არის არა სალაშქრო ბილიკი, არამედ ალპინისტური, თუმცა ნებისმიერ მოლაშქრეს, რომელსაც გამოცდილება აქვს, შეუძლია რომ მყინვარწვერი დალაშქროს. აგერ ცხენებად ჩამოიარეს. ამათ აქვთ პარკი. ესე იგი, ნებისმიერ მოლაშქრეს შეუძლია დაძლიოს მყინვარწვერის ბილიკი, უბრალოდ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. პირველი ეს არის ალპინისტური აღჭურვილობა, მეორე ეს არის რომ უბრალოდ წნევას უნდა გაუძლოს და ჟანგბადის გაიშვიათებას და მესამე ეს არის გამოსილი ადამიანი, რომელიც ნამყოფია მყინვარწვერზე, მასთან ერთად წასვლა, რადგან იქ ყინულზე არის ნაპრალები, რომელიც საკმაოდ საშიშია. ესე იგი, ჩვენ წუხელ დავრჩით ყაზბეგში და დღეს დილით ვიწყებთ ასვლას. დღეს ავალთ მეტეოსადგურამდე, რომელიც არის 3650 მეტრზე. ამ ვიდეოს ყველა ვარიანტში დავდებ, გინდ მოახერხოთ მყინვარწვერზე ასვლა, გინდ ვერ მოახერხოთ. თუ ავედით, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ვერ ავედით, მაშინ უბრალოდ გეტყვით, რამ შეგუშალა ხელი. აბა, ნელ-ნელა გზაში დაგაწევთ ახალ ვიდეოებს. ესე იგი, მეგობრებო, ახლა ვარ დაახლოებით 2800 მეტრზე. მივიწევთ ალტიჰატისკენ. ალტიჰატი ეს არის ასე ვთქვათ, ტურისტული თავშესაფარი და მცირე კაფე დაახლოებით 3100 მეტრზე. აქამდე მთლიანად ნისლში იყო მყინვარწვერი, ამიტომ ვერაფერი ვერ გადავიღე, მაგრამ ეხლა ჩანს და აი პირველად დაგანახებთ თქვენს. ესეც ჩვენი მყინვარწვერი და გერგეთის მყინვარის კალაპოტი. მარცხნივ თქვენ ხედავთ მწვერვალ ლორწვერს, რომლის სიმაღლე 4222 მეტრია. შუაში არის გერგეთის მყინვარი, ხოლო მარჯვნივ მყინვარწვერი. მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით საბერწეზე, ეს არის პირველი საბანაკე ტერიტორია მყინვარწვერის გზაზე, დაახლოებით 3000 მეტრია ზღვის დონიდან. მართალია ჩვენ პირდაპირ ვაპირებთ რომ ავიდეთ მეტეომდე, მაგრამ ზოგადად პირველი დაბანაკება შეგიძლიათ აქ. და შემდგომ მეორე დღე შეგიძლიათ ახვიდეთ მეტეომდე, ასე უფრო მარტივად გაივლით აკლიმატიზაციას. სამწუხაროდ ქარია, საკმაოდ ძლიერი, ამიტომ ჯერჯერობით დრონით ვერაფერი გადავიღე, მაგრამ ფიქრობ რომ მალე დრონსაც ავაფრენ და ვიდეოშიც მექნება დრონის კადრები. მეგობრებო, ახლა ვიმყოფები გერგეთის მყინვარზე და მივიწევ მეტეოსადგურისკენ. აი, დაგათვალიერებინებთ მყინვარს. აქ შეგიძლიათ ამოხვიდეთ როგორც წრიაპების გარეშე, ისე წრიაპებით. თუმცა წრიაპებით უფრო დაზღვეული ხართ, რომ ფეხი არ გაგიცურდებათ. შესაბამისად, მეც ხრაშუნა წრიაპები მიკეთია. აი აქ პატარა მდინარეები იღებს სათავეს ჩვენს ყინულზე. აი, იმედია ხედავთ კადრში. დღე მეორე ვიმყოფები მეტეოსადგურზე. დაახლოებით არის 9 ნახევარი, საკმაოდ ცივა, ეგ ქურთუკიმაცია როგორც ხედავთ. დღეს გავვლით აკლიმატიზაციას. აკლიმატიზაციას გავვლით თავარანგელოზის სახელობის ტაძარში, რომელიც არის დაახლოებით 4000 მეტრზე ზღვის დონიდან. ზუსტად თუ ვიტყვით არის 3970 მეტრზე და უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ახლა აქედან რა ხედი იშლება ჩემ უკან. აი, ეს არის მწვერვალი ლორწვერი და გერგეთის მყინვარი. ძალიან ძლიერი ქარია, არ ვიცი შემდგომ რამდენად კარგად იცის. კარგი, მომდევნო ჩართვა მექნება უკვე დაწერთ. სამების ტაძარზე ამოვედით
წეგამთავარ ანგელოზი გითხარით, მაგრამ შემშლია. ზეგი სადღაც 4000 მეტრამდე ვართ რა. აი უკან მყინვარწვერი ჩანს. აქეთკენ გერგეთის მყინვარი და ორწვერი. ალიკა გაუჩანი გზაში. და აქეთ უკვე ჭაუხები, შინო, ყურო. ძალიან ლამაზი ადგილი. ჩვენს პერიოდს შემთხვევით დაემთხვა 40 ქალ ალპინისტი და ასვლა მყინვარწვერზე. გამარჯობათ მეგობრებო, დღე მესამე სამწუხაროდ მე მყინვარზე ვერ წავედი და შეგვირდით რომ გინ წავიდე, გინ ვერ წავიდე, ვიდეოს მაინც დავამონტაჟებ და ვიტყვი რატომ ვერ მოახერხე წასვლა. ნუ მიზეზი ძალიან მარტივია და გულდასაწყვეტი, ეს არის ის რომ გავცივდი და გაცევიდან გამომდინარე უკვე ცოტა სუნთქვაც მიჭირს და შესაბამისად ჯგუფს შევაფერხებდი. ხო, გაცევის მიზეზიც ასევე ძალიან ბანალური არის, რომელიც ესეთ შეცდომაც არ უნდა დაუშვას არავინ. მყინვარის ენაზე როდესაც მოვდიოდი, თავიდან მზე იყო. შემდგომ წამოიღო ნისლი. მაგარი ნისლი წამოიღო მყინვარზე. მაგრამ აი ეს მზე არის. ამასაც ვერ ხედავ ნისლის გამო. აი გადავა მდინარე. მაგრამ მალე მივალთ მეტეოს შესახვევთან და ყინულიდან მოგიწევს გადასვლა. აიქით ხალხი მოდის თუ ხედავთ. ნისლის პერიოდში აცივდა. ანუ მზიან პერიოდში მყინვარის ენაზეც უპრობლემოდ ვივლიდი მოკლე მკლავიანი მაისურით, მაგრამ ნისლის დროს უკვე რო აცივდა, ანუ კურტკა უნდა ჩამეცვა იდეაში. მაგრამ დამეზარა ჩანთიდან ამოღება, იმიტომ რომ ჩანთაში ქვევით მედო. აი ეს მეორე შეცდომა, ანუ ორი შეცდომა დავუშვი ერთდროულად რა. ერთი ის რომ ქურთუკი ჩავდე ქვევით ჩანთაში და მეორე ის რომ რადგან ქვევით მედო მაგის გამო დამეძარა. ხო, სამწუხაროდ ეხლა შედეგსაც ვიმკიდა ვარ ასე ბანაკში მარტო. ნუ მარტო არა რა თქმა უნდა. ბევრია ისეთი, ვინც მყინვარზე არ აპირებს ასვლას ან გუშინ ამოვიდა და ხვალ აპირებენ ასვლას. შესაბამისად აი ეს არის ჩემი დაშვებული შეცდომა, რომელიც არ გაიმეოროთ არავინ. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რა ვქნათ. არა უშავს ალბათ კიდე წამოვა. ესე იგი ახლა არის დაახლოებით 3 საათი, ნელ-ნელა დავეშვებით მეტეოდან. ჩავალთ ისევ გერგეთის საპარკინგემდე, სადაც მანქანა გველოდება და დავიზრებით თბილისისკენ. სულ ეს იყო ჩემი გასეირნება მყინვარწვერზე, თითქმის მყინვარწვერზე და დაელოდეთ მომდევნო ვიდეოებს. გზადაგზა არ ვიცი, შეიძლება კიდევ გადავიღო კადრები, მაგრამ მე ეჭვება, იმიტომ რომ ის გზა უკვე გადაღებული გვაქვს და გვირჩევნია რომ სწრაფად დავაშვოთ. აბა, კარგად.